უმძიმესი დასკვნა საქართველოს შესახებ და კანდიდატის სტატუსი, რომელიც მხოლოდ ფურცელზე დაგვრჩა. კანდიდატების ისტორიაში საქართველოს პარტნიორებისგან ყველაზე ცუდი შეფასება მიიღო. გაფართოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ ოცნების მთავრობა ატყუებს ქართულ ხალხს, როცა ის ამბობს, რომ ევროკავშირს უახლოვდება. სინამდვილეში კი მარტა კოსტის განმარტებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა რეჟიმი შეწყვეტს სამოქალაქო საზოგადოების და მედიაზე ზეწოლას, ასევე შეწყვეტს ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრებას. რას ამბობენ ივანიშვილის პარტიაში ამ უმძიმეს შეფასებებზე, რომელზეც პასუხისმგებლობა სწორედ კონკრეტულად ოცნებას ეკისრება, პოლიტიკური შეფასებებით ახლა სალომე ლაბაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში. ხართუა კმაყოფილი ევროკომისიის ანგარიშით, რომელშიც პარტნიორებმა ბოლო 1 წლის განმავლობაში თქვენი საქმიანობა აღწერეს. სწორედ ეს იყო ის შეკითხვა, რომელიც დღეს ჩვენ პარლამენტის შენობაში ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს დავუსვით, თუმცა პასუხად მათგან ვისმენთ იმის მტკიცებას, რომ ეს ანგარიში მხოლოდ არაზუსტ ცნობებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ტყუილსაც კი შეიცავს. ამ მიდგომის საფუძველი კი მათი მტკიცებით არის ის, რომ ბრიუსელი ქართულ ოცნებას ვეღარ ხედავს სასურველ მოკავშირედ მას შემდეგ, რაც ოცნებამ აქ მათი კონკრეტული მოთხოვნების შესრულებაზე თქვა უარი, მაგალითად უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე, თუმცა ცხადია, რომ ჩვენ აქ შევახსენეთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, მაგალითად ის, რომ მეორე ფრონტი არც მოლდოვაში გახსნილა, მოლდოვამ კი ომის გარეშე მოახერხა ის, რომ ახლა მას ევროკავშირმა მოლაპარაკების პროცესის კი გაუხსნა გაწევრიანების შესახებ. საქართველოს შემთხვევაში კი საუბარია იმაზე, რომ ქვეყანამ უკვე პრაქტიკულად კანდიდატის სტატუსიც კი დაკარგა და ახლა ეს სტატუსი მხოლოდ ფურცელზეა დარჩენილი. თუმცა ამ პასუხის შემდეგ ქართული ოცნების წარმომადგენლები ბუნებრივია, რომ უკან არ იხევენ და ისინი ისევ აგრძელებენ იმის მტკიცებას, რომ სწორედ ევროკავშირია პასუხისმგებელი იმ კრიტიკულ ანგარიშზე, რომელიც გამოქვეყნდა ქართული ოცნების საქმიანობის შესახებ და არა ქართული ოცნება და მეტიც ოცნება გვეუბნება, რომ სწორედ ევროკავშირია დაინტერესებული იმით, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროინტეგრაციის პროცესზე უარი განაცხადონ. ქართული ოცნება იმასაც აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში თუ საქმე მივა უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, რაც კიდევ უფრო სავარაუდოა ამ კრიტიკული ანგარიშის მომზადების შემდეგ დაეკისრება სწორედ ბრიუსელს და არა ივანიშვილის პარტიას. ხართ თუ არა კმაყოფილი ევროკომისიის ანგარიშით? რა თქმა უნდა, კმაყოფილი არ ვარ, როგორ შეიძლება ვიყო კმაყოფილი, როდესაც ესადან ნეგატიური ანგარიშს ვისმენთ. მაგრამ უკმაყოფილება გამოიხატება რაში? უკმაყოფილება გამოიხატება არა იმაში, რომ თვითონ ასე ვთქვათ ეს ანგარიშის შინაარსი რა არის. უკმაყოფილება გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ გვაქვს განცდა, რომ ეს არის სრულიად უსამართლო. რატომ ხდება ასე მაშინ თქვენი აზრით? მტერია ბრიუსელი, როცა ასე ექცევა ქართულ ოცნებას? ეხლა ამის მიზეზებზე რომ ვისაუბროთ, ეს რატომ ხდება? ის რომ ეს ანგარიში არის სრულიად უსამართლო და უსაფუძვლო, ამაში ორი აზრი არ არსებობს. მეორე ფრონტის გახსნა უნდათ თქვენგან? თავის დროზე ბუნებრივია იყო მცდელობები, რომ საქართველოს ყოფილიყო იმ საომარ მოქმედებებში ჩართული. მოლდოვაში რატომ არ იყო იგივე მცდელობა მაშინ? მოლდოვამ როგორ მოახერხა ომის გარეშე ევროკავშირთან დაახლოება? რატომ დავანებოთ ერთ პროცესში ვიყავით ჩვენ, მოლდოვა, უკრაინა? დავანებოთ სხვა ქვეყნებზე საუბარი. კმაყოფილი ხართ იმით, რაც წაიკითხეთ ევროკომისიის ანგარიში? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გვაქვს 4 თუ 5 რეზოლუცია ევროპარლამენტის, ასევე ევროკომისიის გადაწყვეტილებები და ეს ბოლო გადაწყვეტილება, რაც ძირითადად პრინციპში ერთ ნარატივზეა აგებული. ეს არის, რომ საქართველოში უნდა გაუქმდეს არასრულწლოვანთა დასვის კანონი, LGBT პროპაგანდის შემაჩერებელი კანონი და უნდა დაიშვას ბაღებში, სკოლებში, არასრულწლოვნებში და სრულწლოვნებში LGBT პროპაგანდა, რაც არის დაუშვებელი და მიუღებელი. აბსოლუტური მნიშვნელობა არ აქვს, ასდაწეს ახლა ევროკომისია, რადგან არის არასამართლიანი. აი, ჩალის ფასიც არ აქვს ასეთ განცხადებას. ამ ანგარიშზე დაყრდნობის შესაძლოა უვიზო მიმოსვლას კი შეუჩერონ საქართველოს მოქალაქეებს. უკრაინაში LGBT პროპაგანდა, მოლდოვაში, მონტენეგროში LGBT პროპაგანდა? უკრაინაში ტარდება LGBT პარადები, LGBT აღლუმები რო ტარდება, არიცით? კმაყოფილი ხართ თუ არა ევროკომისიის ამ ანგარიშით? რა თქმა უნდა, არა ვარ კმაყოფილი, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო, რომ მსგავსი ანგარიში იქნებოდა, ამას მოწვევს მათი წინასწარი განცხადებები. თავიანთ მიერ გამოქვეყნებულ პრესტიჟულ ანგარიშებსაც კი არ ენდობიან და ტყუილ დასკვნებს დებენ ამ გაფართოების ანგარიში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ განახორციელონ პოლიტიკური
ზეწოლა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე, რომელიც მათ არ მოწონთ, მხოლოდ იმის გამო, რომ არ ასრულებენ იმ დაკვეთას, რაც მათ სურთ. რა დაკვეთაზეა საუბარი? მეორე ფრონტის გახსნაზე? დიახ, მეორე ფრონტის გახსნაზე არის. მოლდოვაში რატომ არ გაიხსნა მაშინ მეორე ფრონტი და ომის გარეშე როგორ მოახერხა მოლდოვამ ევროკავშირთან დაახლოება? თქვენ ფიქრობთ, რომ ევროკავშირთან ძალიან დაახლოებულია მოლდოვა? ჩვენზე წინ არის. მას მოლაპარაკებები გაუხსნეს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ კანდიდატის სტატუსს მათ კი შინაარსი დაკარგა. მოლაპარაკებების გახსნა წევრობაზე არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ის საკითხები, რაც უნდა გააკეთოს ნებისმიერმა ქვეყანამ, რომ მოახერხოს ევროპაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, ეს გასაკეთებელი იმისგან დამოუკიდებლად 2 წლის წინ გაიხსნება მოლაპარაკებები თუ 7 წლის მერე. როცა წყვილებით გაჯერებულ ანგარიშს აქვეყნებს, ამას კადრულობს ევროკომისია, წყვილებს თავაზობს საზოგადოებას, აქვე ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ იმ ხალხის გულისწყრომას გამოიწვევს, რომელიც ვერ ეგუება წყვილს, რომელიც ვერ ეგუება უსამართლობას და ორმად სტანდარტს. აი თავგასული და ზღვარს გადასული რეაქციონიზმი და სუბიექტივიზმი, რაც არის სამწუხაროდ საქართველოს და ქართველი ხალხთან მიმართებით არსებული, აბსოლუტურად ყველაფრის მოლოდინის საშუალებას გვაძლევს. თუმცა ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ბოლომდე არ დაეშვებიან ზღვარს ქვემოთ და ბოლომდე არ მოხდება ქართველთ მოძულე პოლიტიკის რეალიზება. ოპოზიციაში კი განმარტავენ, რომ ევროკომისიის ამ უპრეცედენტოდ კრიტიკულ ანგარიშზე, რომელშიც პრაქტიკულად პრობლემურადაა შეფასებული ოცნების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი საკანონმდებლო დონეზეც და მის მიღმას პასუხისმგებელი არის სწორედ ივანიშვილის პარტია. თუმცა ოპოზიციის ნაწილი უფრო შორსაც მიდის და ამტკიცებს, რომ ივანიშვილის პარტიის მიზანიც იყო ის, რომ მიეღო ისეთი მოცემულობა, როცა საქართველოს ჩამორჩება ყველა სხვა ქვეყანას, ვისაც აქვს გამოხატული ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი და ახლა ევროინტეგრაცია საქართველოს შემთხვევაში, როგორც ეს გუშინაც აღინიშნა ბრიუსელში, პრაქტიკულად არის შეჩერებული. მეტიც ოპოზიციის ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ივანიშვილის პარტიის სურვილი ისიცაა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა დაკარგონ, რადგან ამით, როგორც რეჟიმის ოპონენტები განმარტავენ, ქართული ოცნება კრემლის ფინალურ დაკვეთას ასრულებს. ეს ქვეყანას არ აქვს ევროკავშირში მომავალი, არ აქვს შესაძლებლობა, რომ მოიპოვოს ევროპული უსაფრთხოება, მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა, თუ არ მოვიშორებთ რუსულ რეჟიმს, მაგრამ ამავდროულად უკიდურესად მნიშვნელოვანი და რელევანტურია ამისთვის, რას აკეთებს ოპოზიცია და ოპოზიციური პოლიტიკური ძალები. მხოლოდ კრიტიკა და იმის მტკიცება, ღია კარის ნგრევა, რომ ეს რეჟიმი რუსულია და რომ მის პირობებში ევროკავშირის კარი დაკეტილია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს გასაგებია. ჩვენ სწორად გონივრულად და ერთიანი ძალებით ვიმოქმედოთ ამ რუსული კოშმარის, ამ უბედურების დასრულებისთვის. შეუძლებელია, რომ ქართული ოცნების პირობებში რაიმე წინსვლა იყოს მიღწეული პირიქით. იმასთან შედარებით, რომ იმ მომენტთან შედარებით, როდესაც ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, საქართველოს ბევრად უფრო უკან არის განვითარების თვალსაზრისით. საბოლოოდ გამოვლინდა ფაქტიურად, რომ მოსკოვში დაწერილი სცენარის მიხედვით ქართულმა ოცნებამ დაასამარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ასეთი გამონათქვამი, რომ მხოლოდ ფურცელზე არის საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ნიშნავს კიდევ ერთხელ, რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია. როცა საქართველოს, რომელიც გიორგი გახარიას ლიდერობის დროს ასოცირებულ ტრიოში წამყვანი ქვეყანა იყო და დემოკრატიული წინსვლით გაცილებით ახლოს იდგა ევროკავშირის სტანდარტებთან, დღეს თავად ევროკავშირის მიერ კანდიდატთა შორის ერთადერთი ქვეყანაა უარყოფითი შეფასებით. ევროკავშირი ქართული ხალხის ცივილიზაციური არჩევანია. ოცნება კი მიზანმიმართულად ცდილობს ევროპული სივრციდან დისტანცირებას, ამით კი ღირსეულ მომავალს გვიკარგავს, აჩერებს და აფერხებს ქვეყნის განვითარებას და სტრატეგიული ამოცანების მიღწევას. შეუჩერდებათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს ან კონკრეტულ ჯგუფებს საქართველოში ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა ეს ცნობილი სავარაუდოდ წლის ბოლომდე გახდება, თუმცა იმ ანგარიშის გათვალისწინებით, რომელიც ევროკომისია მოამზადა, ეს მეტად სავარაუდო გახდა, რადგან ანგარიში, როგორც უკვე აღინიშნა, საუბარია საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და ასევე იმაზეც, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა არ არის თავსებადი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებთან. ეს კი ის მიზეზებია, რომლებიც ახალი
ახალი კანონით, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, შესაძლებელია გახდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძველი. მანამდე კი ვიდრე უვიზოს ბედი გადაწყდება, საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დაკარგეს, პრაქტიკულად უკვე დაკარგეს კანდიდატის სტატუსი, რის შესახებაც აღინიშნა როგორც ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში, ასევე გუშინ ბრიუსელში გამართული სამიტის ფარგლებში ამის შესახებ არაერთმა ევროპელმა ლიდერმა ისაუბრა.